up this morning, I said to myself, now that they don't kill me can only make me stronger. I need you to hurry up now, 'cause I can't wait much longer. I know I've got to. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა რეგტაიმი და ტრადიციულად ამ გადაცემის წამყვანები ირაკლი ფაღავა, ალეკო თხილაიშვილი, მოგესალმებით. აჭარის ტელევიზიის ეთერის საშუალებით. ვიმყოფებით რესტორან ძველ ბულვარში, რომელიც მასპინძლობს ტრადიციულად უკვე ჩვენს გადაცემას და მადლობას ვუხდით მათ ამისთვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა, სასაუბრო თემა იქნება ყველასათვის ნაცნობი უდიდესი ისტორიის მქონე მუსიკალური ჟანრი, უკვე შეიძლება ესე თამამად უწოდოთ მას, ეს გახავთ გოსპელი. გოსპელი, რომელიც იყოფა ორ ნაწილად, შეიძლება ეს ვთქვათ, ეს თეთრი გოსპელი, თეთრკანიანთა გოსპელი და აფროამერიკული გოსპელი და რატო არის გაყოფილი ერთმანეთისგან, ამას უკვე ჩვენი გადაცემის მსვლელობისას უფრო განვავრცელოთ, უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ამაზე. პირველად თვითონ სიტყვა გოსპელი 1874 წელს გამოიყენა ფილიპ ბლაისმა თავის საკვირაო სკოლის მესის დროს. შეიძლება ესე ვთქვათ, მესა იყო პრინციპი საკვირაო სკოლაში, კითხულობდა რაღაცა ყოველკვირეული და საკვირაო სკოლა ეწოდებოდა ამას. უფრო ესე რომ ვთქვათ, კათოლიკური წირვა. ხო. თეთრი გოსპელი, თუ შეიძლება ესე ვუწოდოთ მას, ვითარდებოდა მე-19 საუკუნის ბოლოს. ხო, თეთრი ფლანგის, თეთრკანიანთა გოსპელი, მე-19 საუკუნის ბოლოს ვითარდებოდა და მოიცავდა, ერთიანობა იყო ხალხური მუსიკის, იმდროინდელი ხალხური თეთრკანიანთა მუსიკის და საეკლესიო ჰიმნების, აი ეს გაერთიანებით შეიქმნა გოსპელი, მაგრამ წერან ჩვენ გადაცემის დაწყებამდე საუბრობთ მე და ირაკლი, რომ აი მაინც იგრძნობა თეთრკანიანთა მუსიკა, ეს იმდროინდელი country და ძალიან დიდ განსხვავებას აძლევს ეს აფროამერიკელთა გოსპელთან. რა თქმა უნდა, ყველანაირად ის არის გამართლებული და ბუნებრივია ეს პროცესი, იმიტომ რომ country-ის საწყისები და ერთი საწყისებიც მაინც ერთ იმაშია ფულზეში, თქვა და ესე ვთქვა. მაგრამ თეთრის განწყობაში ის ექსტატური განწყობა არ არის, რომელიც რელიგიურად განცდილი აქვს შავკანიას. ქონდა ყოველ შემთხვევაში. ნუ დღემდეც ეგრე მოსდევს პრინციპი, შეიძლება ითქვას. ეგა პიონერები თეთრი გოსპელის იყო ესეთი ოჯახი, საოჯახო ჯგუფი და ეგრეთ ერქვა Carter Family, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ზოგადად ამ თეთრი გოსპელის განვითარებაში. 20-30-იან წლებში უკვე მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში მათი ფირფიტები საკმაოდ დიდი წარმატებით იყიდებოდა და პრინციპი შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა მათმა მუსიკამ და შესრულებამ, რომ ეს უკვე ჩაიწერა გრამფირფიტებზე, გარკვეულწილად რაღაცა ნიშა შექმნეს მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში, რამაც დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა, იმიტომ რომ საკმაოდ წარმატებით იყიდებოდა უკვე 20-30-იან წლებში მათი ფირფიტები. პრინციპში ჩვენ უკვე მე მგონი შეგვიძლია რომ ერთი ვიდეო ვნახოთ. აუცილებლად ერთი ვიდეო, კარგი იქნება. ეს გახლავთ უკვე დროული, ხო, 70-იან წლების შუა 1974 წელს არის ეს კომპოზიცია. შექმნილი არა, პრინციპში შექმნილი არის გაცილებით უფრო ადრე, მაგრამ Carter Family-ს უკვე ახალი თაობა, შეიძლება ესე ითქვას და country მუსიკის მამად წოდებული ჯონი კეში ერთად ძალიან საინტერესო და ლამაზ კომპოზიცია, ანუ სუფთა წმინდა სისხლის თეთრი გოსპელი არის. მოკლედ ნახოთ ეს ვიდეო და რამოდენიმე წუთში ისევ დაგიბრუნდებით, ასე რომ არ გადართოთ დარჩით ჩვენთან ერთად დროებით. Give me that old time religion, give me that old time religion, give me that old time religion. It's good enough for me. Well, there was a time on earth when in the books of heaven an old account was standing for sins yet unforgiven. My name was at the top and many things below, but I went unto the keeper and I settled it long ago, long ago, long ago. Yes, the old account was settled long
And the record's clear today. He washed my sins away, and the old account was settled long ago. It will do when I am troubled. It will do when I am troubled. It will do when I am troubled, and it's good enough for me. Give me that old-time religion. Give me that old-time religion. Give me that old-time religion. It's good enough for me. Here is a story from the good book we know, a story about a miracle that happened long ago. We hope that you'll take courage when temptation you meet. There's somebody watching you who's strong when you're weak. They wouldn't bend, they held on to the will of God, so we are told. They wouldn't bow, they would not bow their knees to the idol made of gold. They wouldn't burn, they were protected by the fourth man in the fire. They wouldn't bend, they wouldn't bow, they wouldn't burn. Now the prophet Daniel tells about 3 men who walked with God. Shadrach, Meshach, and Abednego, before the wicked kings they stood. And the king commanded them bound and thrown into the fiery furnace that day. But the fire was so hot that the men were slain who forced them on their way. Now when the 3 were cast in and the king rose up to witness this awful fate, he began to tremble at what he saw. In astonished tones he spake, did we not cast 3 men bound into the midst of the fire? Well, lo, I see 4 men unhurt, unbound, and walking down there. Why, they're Shadrach, Meshach, Abednego. In the fiery coals they trod, and the form of the 4th man that I see is like the Son of God. They wouldn't bend, they held on to the will of God, so we are told. They wouldn't bow, they would not bow their knees to the idol made of gold. They wouldn't burn, they were protected by the 4th man in the fire. They wouldn't bend, they wouldn't bow, they wouldn't burn. It was good for the Hebrew children. It was good for the Hebrew children. It was good for the Hebrew children. It's good enough for me. Give me that old-time religion. Give me that old-time religion. Give me that old-time religion. It's good enough for me. Give me that old-time religion. Give me that old-time religion. Give me that old-time religion. It's good. ჩვენ ისევ შემოგიერთით ძვირფასო მაყურებლებო, შეგახსენებთ თქვენ უყურებთ გადაცემა რექტაიმს და საუბრობთ გოსპელზე, ჟანრი, რომელიც ესე ვთქვათ ძალიან ახლოს არის სპირიჩუალთან და შეიძლება ითქვას ერთმანეთისგან დასაკუთრებული აქვს ძალიან დიდი ჟანრობრივი ნაწილი, ესე ვთქვათ. პრინციპში ლოგიკური გაგრძელება არის სპირიჩუალის გოსპელი. ხო, რა თქმა უნდა. და თავარი არის ის, რომ აი ალეკო შენ კარგად ამბობდი რა, წინა ბლოკში ძალიან საინტერესო თქვი, რომ თვითონ გოსპელის ეკლესიაში ნამღერი, ვთქვათ, მუსიკა ეს არ იყო ტყუილ უბრალოდ, ანუ ეკლესიაში არ შესულა ეგრე შეიძლებოდა, ვთქვათ, სხვა ჟანრის მუსიკა შესულიყო, ვთქვათ, აი კონკრეტულად მარტო 100%-იანი country დამკვიდრებულიყო, ვთქვათ, ეკლესიაში, მაგრამ ანუ ლოგიკური საფუძველი ამას არ ქონდა, იმიტომ რომ მონების შავკანიანთა მონობის პერიოდში წარმოქმნილი ის სიმღერები, რომელსაც work song-ი ერქვა, ხო, შრომის სიმღერები, ესე ვთქვათ, ეს ერთგვარი ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვით, მაშინ ქონდა ერთ საუბარი, რომ ეს იყო არა მხოლოდ მარტო მუსიკა, და ვთქვათ, სიტყვაზე ფოლკლორი, ეს იყო ერთგვარი რაღაცა მინიშნება, ვთქვათ, გაქცევასთან დაკავშირებით ან რაღაცა, იმიტომ რომ ფანტაზიაზე მომუშავე პროტესტის გამოხატვას იყო და pray to God, ანუ ერთანაც რაღაცა ხო, იმისგან გაჭირვებული ხალხის გამონახილი. ხო, და აი თეთრკანიანებს როცა დაყავდათ, ეს შეიძლება ითქვას, რომ თეთრკანიანების დამსახურებაც არის, რომ გოსპელი და სპირიჩუალსი ესე კარგად ჩამოყალიბდა და რატო? იმიტომ რომ როდესაც თეთრკანიანი ბატონები მიდიოდნენ ეკლესიაში, მიყავდათ ეს მონებიც, რომ ქრისტიანულად მონათლულიყვნენ და ზიარებოდნენ, მოკლედ ქრისტიან
ქრისტიანულ რელიგიას. და საქმე იმაში არის, რომ აი იმ წიგნში ზურაბ ქარუმიძის წიგნში ჯაზის ცხოვრება ძალიან კარგად არის დეტალურად აღწერილი ყველაფერი, რომ მაშინდელმა ზანგმა, მაშინდელმა შავკანიანმა რა ცოდნა უნდა ქონოდა მაშინდელ შავკანიანს რო თქვა და აღიქვა სახარება და წირვას და ის განეცადა. თუმცა იყო ის დამოკიდებულება, როცა აი სიმღერები, საგალობლები, რომელიც შინაარსობრივად გამოხატავს მაცხოვრის მიმართ რაღაცის თხოვნას, ხო, რომ აი გამოთავისუფლე რაღაც განცდების გარდა. თან რა არის იცი, ბოდიში ხა გაწვეთ. ამისგან შავკანიანთან ბატონი იყო ეგეთი რა, ანუ თავისი მაცხოვარი და უფროსიც და მამამარჩენალიც იყო ბატონი, თეთრკანიანი ბატონი. და პრინციპში ეს ექსტატური დამოკიდებულება, რომელიც ჰქონდა შავკანიანს, რომ გათავისუფლება და კათარზისული მდგომარეობა, რომ ქონოდა განწმენდის მდგომარეობა, ეს კარგად შეუსაბამა თავის ფოლკლორს რა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ გოსპელი არის სოციალური, ესთეტიკური და რაღაც რელიგიური პლასტის თანხვედრა რა და სინთეზურია. თან ამიდოდა მე თქვა, რომ გაცილებით უფრო ადვილად დასამახსოვრებელია და ადვილად უფრო აღსაქმელია, როდესაც ისმენ და მუსიკალურად მოდის ეგ შენამდე რა, ვიდრე წაიკითხო ან მოусმინო უბრალოდ პასტორის გადაგებას ან რაღაც ამ შემდეგ, ხო, გაცილებით უფრო ადვილად მოდის შენამდე რა. პრინციპში ეხლა შავკანიანი ფოლკლორი ესე ჩარლზ ტინგლი იყო ესეთი პიროვნება, რომელმაც აი სპირიტუალიდან თუ შეიძლება ეს სიტყვა ვიხმო, რომ ლაითად გადაიყვანა გოსპელში რა, ეხლა შავკანიანთა გოსპელის დედად თამამად შეიძლება რომ მოიხსენოთ კი არა, ეგრეც არის, ეს არის მახალია ჯექსონი, რომელიც ძალიან ისეთ ძიმე პირობებში იზრდებოდა. ჯონი ჯექსონი, მამა მახალიას, რომელიც დილაობით იყო მტვირთავი პორტში, საღამოობით დალაქად მუშაობდა და კვირაობით კიდე მესებს კითხულობდა და გადაგებდა საკვირაოდ ეკლესიებში და საკმაოდ დიდი პატივსაცემი პიროვნება იყო პრინციპში აი შავკანიანთა ვიწრო წრეში რა. ყოველი კვირა დღე იწყებოდა იმით, რომ მახალია ესწრებოდა ამ ყველაფერს და თავიდან ბოლომდე შეიცის ხორცსა და აივსო იმ ტრადიციული აფროამერიკული გოსპელით რა. 1911 წელს დაიბადა თვითონ და თან ახალ ორლეანში, ნიუ-ორლეანში, სადაც შეიძლება ითქვას, რომ აფრომუსიკა ეპიცენტრი მექა იყო. ხო, მექა აფროამერიკული მუსიკის და იგივე soul-ის, jazz-ის, bop-ის და ყველა სხვა დარაჯის მუსიკალური ჟანრი. სხვათა შორის ჩემი მეგობარი იყო ნიუ-ორლეანში და იქ jazz ფესტივალს ესწრებოდა. ნუ მოკლედ დავიარეო, ყველგან წავედი, ყველგან წამოვედიო, მოკლედ ნახე რაღაც ადგილები და ზუსტად ის ადგილი ნახა, სადაც კვირაობით გამოყავდათ შავკანიანი მოვნები, სადაც ეკავნენ და სარიტუალო დრო ეთმობოდა მათ რა, იმისთვის რომ იქ ეცეკვათ და იქ რაღაცები დაედგათ რა. მოდი კიდე ერთი ვიდეო ვნახოთ ამჯერად მახალია ჯექსონის შესრულებით, ეს არის Amazing Grace, აი ესე ქვია ამ ვიდეოს, რომელიც მინდა რომ ვაჩვენო და ვნახოთ ერთად მაყურებელთან. კი, საკმაოდ ცნობილი, პრინციპში გოსპელის სტანდარტად შეიძლება უკვე მოვიაზროთ. მოკლედ ძვირფას მაყურებლებო, დარჩით ჩვენთან ერთად, ჩვენ რამოდენიმე წუთში ისევ დაგიბრუნდებით დროებით.
Hallelujah. You know I've been blind. Oh, but now I can see. Lord, you know toils and snares. You know I have. Already come. Hallelujah. You know it was great. Now brought me. Brought your child, Lord, Lord, you brought me, sing thus far. One of these mornings, I know you're great. You're gonna gonna lead me home.
მოკლედ ისევ დააგიმრუნდი ძვირფასო მაყურებლებო და რა მინდოდა ეხლა მე თქვა რა როცა უყურებდი ამ კლიპს ხო გამახსენდა ესეთი რაღაცეები რომ პრინციპში მახალია ჯექსონი ძალიან ბევრი ადამიანის ინსპირაციის წყარო იყო დელარიზი რომლის შემოქმედებამ და მისმა კომპოზიციებმა ამერიკული ჩარტები დაიპყრო შეიძლება ითქვას ამ ჟანრში. მე მას მოყვა რუტი ფოსტერი, რომელმაც მოახერხა ის, რომ თავის ალბომებში გაერთიანა გოსპელი, კანტრი, ბლუზი და როკ-ენ-როლი აი ერთად შეკრა ეს ყველაფერი და ალბომები გამოსცა, საკმაოდ წარმატებით იყიდებოდა ეს ალბომი. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ამ ადამიანს ამ მუსიკის განვითარებაზე. პრინციპში განვითარებაზე კიდე შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგალითია კიდე ის, რომ იმდენად სმენადია და იმდენად მოთხოვნადია და გაყიდვადი თუ შეიძლება ესე ითქვას ეს მუსიკა, როგორც ალბომებად და სტუდიურად, რომ შეჯიბრებები ტარდება სხვადასხვა საკვირაო სკოლებს შორის, სასწავლებლებს შორის, არა მარტო სასწავლებლებს შორის, აი ეკლესიები რაღაცა კონცერტები ტარდება, სადაც ეჯიბრებიან ერთმანეთს და ეკლესიის სახელით. ხო, ეკლესიის სახელით გამოდის ეს გუნდები რა. ძალიან საინტერესოა და სხვა შორის ამას როდესაც ემზადებოდი გადაცემისთვის, რამოდენიმე ვიდეო ვნახე, აი შეჯიბრები კონკურსის და საკმაოდ გაოცებული დავრჩი, იმიტომ რომ ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია შტაბ-ეჭდილება მოახდინა ბრიტანეთში ბრიტანულმა გუნდმა ბრიტანეთის ბირმინგემის თუ არ ვცდები კი ბირმინგემის რაღაცა საკვირაო სკოლის გუნდი გამოდიოდა და ნუ გაოცებული დავრჩი იმდენად დიდი ემოცია და იმდენად დიდი მუხტი მოდიოდა რა მათგან მე ვფიქრობ ყველაზე უფრო საინტერესო ასპექტი რომელთაც შეიძლება ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ ყველაზე უფრო საინტერესო ის იქნება რომ პარალელი ვთქვათ სიტყვაზე რო ავიღოთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა თავისი რეალობით რელიგიური ესე ვთქვათ ის განცდები რომელიც საზოგადოებაში ზოგადად სუფევს და არის როგორც არის ის გაგებული და აღქმული და ის ბაპტისტური ეკლესიის რომელიც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული პრინციპში ეს მუსიკა დამკვიდრდა უკვე ამ ეკლესიაში და ეკლესიურ მუსიკად. ხო, მანამდე ჩვენ ვიცოდით რომ იქნებოდა კლასიკური მუსიკა და ბევრი კლასიკური კომპოზიტორი იყო აი საეკლესიო, რელიგიური და სასულიერო მუსიკის, თუ შეიძლება ესე ითქვას, გამომხატველი და ამსახველი. ხო, ნუ ბახი შეგვიძლია გავიხსენოთ და ბახამდე მთელი მისი დინასტია წინაპრების სამზე მეტი წინაპარით რაღაც ეს ბაბუას და იმის მამაც ყველა მუსიკოსი და ბახს კიდე 13 შვილი ყავდა და ისინიც მუსიკაზე დაძმაც უამრავი ყავდა დედმამიშვილი და ზოგი ვიოლინოზე უკრავდა ზოგი ორღანზე და ასე შემდეგ მაგრამ მე-19 საუკუნის შემდეგ უკვე აი ბაპტისტურ ეკლესიებში შესული ეს გოსპელის მუსიკა თავს იმკვიდრებს როგორც სასულიერო მუსიკად და კულტურად ყალიბდება. აი ჩვენს ვთქვათ ესე ვთქვათ ორთოდოქსულ გარემოში ჩვენს რეალობაში ვთვლით რომ უფრო რელიგიური განცდების მე ცოტა ისე მინდა ეხა მაქსიმალურად რომ კორექტულად დავიცვა ყველაფერი რომ რაღაცა გადაჭარბებით არ გამომივიდეს უხეში დარღვევა და მაგრამ ვცდილობ მაინც უფრო მუსიკის კუთხით ვისაუბრო ამ მუსიკის კუთხით უნდა ვისაუბრო ჩვენ არა გვაქვს არანაირი უფლება მაგის რომ ჩვენ რაღაც ვიღაცა გავსაჯოთ ჩვენ მაინც ვთვლით რომ უფრო ორთოდოქსები ვართ მართლმადიდებლები ვართ და ვთვლით რომ ჩვენი გარემო და ის რეალობა რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ რელიგიურად აღქმული და გაცნობიერებული ეს არის უფრო სტერილური გარემო იმიტომ რომ ამაში არ არის მუსიკა შესული არ არის თქვათ ის აყალმაყალი როგორც იგულისხმება ხშირად რომ აი ბაპტისტურ ეკლესიებში არის სიმღერა ის იმიტომ რომ ორთოდოქსული ეკლესია არის უფრო სევდის განცდის ტკივილის და შინაგანში ჩაღრმავების და ინტროვერტული არის უფრო ჩვენი დამოკიდებულება და იმათთან უფრო ექსტატური არის გამოხატვის უფრო რაღაც გადადის თქვათ სიმღერებში ხალისში და რაღაც ტანჯვის გავლით სიხარულისკენ თითქოს ესეთი დევიზის თუ ეგრეთ იწყება ყველა ის კომპოზიცია ხო და აი მაგას მომწონს ზუსტად რომ როგორ შეიძლება თქვათ რომ ქართულში შეიძლება იყოს პრეცედენტი ეგეთი მაგისი რომ ოდესმე დაიშვას ეგეთი
ბანგონია და პრინციპში ჩემთვის მისაღებიც იქნება რომ არ დაიშვას, იმიტომ რომ ეხლა ცოტა რაღაც ესე გამოდის რომ გადაუხვიეთ თემას და მაინც უფრო რელიგიისკენ მივდივარ. იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ეს უფრო მისაღებია რა. მე საუბრობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მუსიკაზე და შემოქმედებაზე და არანაირად არ ვცდილობ რომ რაღაცა რელიგიურს არა ხო არა მაგაზე საერთოდ საუბარია მიუღებელი იქნება ჩვენთვის ჩვენი წარსიდან გამომდინარე რამით ჩვენ მართლმადიდებლები ვარ და ცოტა კი არა სხვა შეხედულებები გვაქვს რაღაცეებზე რაც შეეხება ხა აფროამერიკულს ხო იქ თუნდაც იგივე ხა თეთრი გოსპელისგან განსხვავებით აფროამერიკული გამოირჩეოდა იმით რომ იქ რაღაცა ეპატაჟური რეპლიკებით და რაღაცა იქ ცეკვის ელემენტები ემატებოდა ის ბიტი ემატებოდა და რაღაცა სხვა ემოცია სხვაგანს დაიწყებოდა მაგრამ იწყებოდა კომპოზიცია ის იწყებოდა იმით რომ გლოვით გოდებით მაგრამ როგორ იყო იცი აი რაღაცა მიაწვდინეს ხმა და pray for God და იწყებოდა უკვე ეს ცეკვა და ემოცია და რაღაც და მოდი რა ვნახოთ ერთი ვიდეო კიდე უკვე 21 საუკუნეში როგორ გამოიყურება გოსპელი რა მასშტაბებია და რა ენერგია და რა დრაივი მოაქვს თამამად შეიძლება ეს უწოდო ამას რა ხელა დრაივი მოაქვს და ენერგია აი ამ მუსიკას მაყურებელს ერთ შევახსენებ უბრალოდ ინფორმაციისთვის მივაწვდი იმას დავამატებ შეიძლება ეს მერეც გეთქვა მაგრამ რადგან ამ ბლოგში ვსაუბრობთ ამ თემაზე ჯობია რომ აქვე იზეგვნათ ჰოლერული სისტემა ჰოლერ რაც არის სისტემა ანუ ეს გადაძახილების როგორც ჩვენ გვაქვს ანალოგიური ფოლკლორში ვთქვათ შეიძლება ითქვას გურულ ფოლკლორში გურულ სიმღერებში როდესაც ერთს მიყავს მაგალითად რაღაც პარტია იძახის კონკრეტულ ერთ ფრაზას და იმის ირგვლივ გუნდი აყვება და ესე ვთქვათ ქორო მოდის და ქოროს ქორო იმეორებს წინამძღოლის რეპლიკას რა ზუსტად დაახლოებით აი ეს სისტემა არის იმაში რა გოსპელში სისტემა კი გეთანხმება აბსოლუტურად რა უბრალოდ ჩვენთან განსაზღვრული არის ფოლკლორად რჩება რელიგიის წახნაგში რჩება და კულტურა ესთეტიკა და რაღაცა ეს ცოტა ისე ამათთან არის აი ამათი ელემენტების ერთიანობა და იმიტომაც არის სინთეზური და კარგადაც ისმინება და კარგადაც აღქმული არის თან იმდენად დიდია გავლენა უკვე ამ გოსპელის ხო რომ აი დღეს ვინც კი მუსიკოსები არიან პოპში როკში ყველგან ხო აი ნებისმიერ მუსიკალურ ჟანრში ყველას აქვს ერთი-ორი კომპოზიცია მინიმუმ შესრულებული ამ ჟანრში რა და თუ ეს ყველაფერზე მეტყველებს უკვე რომ იმდენად დიდია აი ამ მუსიკის გავლენა ბლუზს დაედო იმიტომ რომ იგივე და არა მარტო ბლუზს იგივე soul-საც soul პირდაპირ მაგასთან კავშირში არის სულის სიმღერა ნახოთ ერთი ძალიან საინტერესო ამონარიდი თუ შეიძლება ესე უწოდოთ მას საყვირაო მესიდან სადაც სრულდება ძალიან კარგი კომპოზიცია ჟანრში gospel ნახოთ ვიდეო რამოდენიმე წუთში ესე დაგიბრუნდებით დროებით
ჩვენ ისევ შემოგიერთით ძვირფასო ტელემაყურებლებო. უყურებთ გადაცემა Ragtimes. სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო დასასრულს მიუახლოვდა. დღეს მქონდა პატივი გვესაუბრა ისეთ მუსიკალურ ჟანრზე და მიმდინარეობაზე, რომელსაც ქვია სასულიერო მუსიკა და კერძოდ გოსპელი, სპირიჩუალსი. ჩვენი დასკვნით ნაწილში ალბათ დაგემშვიდობებით გეტყვით, რომ ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ის მდგომარეობა და ის ემოციური შინაგანი განწყობა, როდესაც თქვენთან გვიწევს ურთიერთობა, საუბარი უამრავ საინტერესო თემაზე, რომელიც თქვენთვისაც საინტერესო იქნება, ჩვენთვისაც კიდევ ერთხელ და საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ გოსპელი ეს არის წეგან შეიძლება ცოტა ხუმრობით და იუმორნარევ კონტექსტში ვახსენე, რომ არის ადამიანთა ღაღადი. თუმცა ჭეშმარიტებაა. კიდევ ერთხელ თუ შეიძლება დავესესხები ქართველ ავტორს ზურაბ ქარუმიძეს, რომელსაც არაჩვეულებრივად აქვს თავის ციკლში კარგად გადმოცემული მთლიანად ისტორია არა მარტო გოსპელის და სპირიჩუალსის, არამედ ბლუზის და ჯაზამდე მოვდივარ და შემდეგ უკვე ჯაზის შემდეგ, რაც იშვიათობაა ქართულ ლიტერატურაში, ესე ვთქვათ, მრავლად რო იყოს დიდი ინფორმაცია მოწოდებული. ერთ-ერთი ეს ნაშრომი მე შემიძლია აღვნიშნო, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო არა მარტო მუსიკაცოვნებისთვის, არამედ ვთქვათ დილეტანტებისთვისაც და მოყვარულებისთვის. რადგან საერთო ჯამში ამ ბოლო დროს ხშირად ვამბობ ამ ფრაზას და კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ძვირფასო მაყურებლებო ეცადეთ ხოლმე, რომ ნაკლებად ენდოთ იმ ინფორმაციას, რომელსაც ამოიკითხავთ ინტერნეტში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაცია არის მცდარი, ასე რომ არსებობს ლიტერატურა, რომლითაც შეგიძლიათ რომ იხელმძღვანელოთ, რეალურად ნამდვილი პროფესიონალების მიერ არის შექმნილი ეს ლიტერატურა და მენდეთ გაცილებით უფრო ვრცელი და უფრო საინტერესო და დადასტურებულ ინფორმაციას მოიძიებთ. ისე აქვე დავამატებ, მაგრამ რადგან თემას მოყვა ზოგადად ხო არის გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეხედულება რა სტერეოტიპის იმის, რომ აი ამ ვიკიპედიურად იცის და იმან რაღაცა და რა. ვიკიპედია ეს არის ზუსტად იგივე ენციკლოპედიები, რომლებიც წიგნებში იყო. მე ლიტერატურის საბჭოთა ისა მაქვს, ოღონდ საბჭოთა ენციკლოპედია კი არა, საბჭოთა დროს გამოცემული, ოღონდ ლიტერატურის ენციკლოპედია და უამრავი ტომია, 20-ზე მეტი ტომი არის. ანალოგიურად იგივე ყველაფერი რაც ენციკლოპედიაში წერია, ეს სიტყვა-სიტყვით არის შესული. ხო, გადმოტანილში. კი, ვიკიპედიაში შეტანილი, მაგრამ თუმცა ღრმა ცოდნისთვის და ფუნდამენტური ცოდნისთვის ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ეს არის ზედაპირული ცოდნა, უბრალოდ ზედაპირი და გარეფასადური ინფორმაციის ფლობა, ეს არ არის ცოდნის, ესე ვთქვათ, დაუფლება, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ გოსპელი ეს არის ვერ დავამთავრე წეგან აი ფრაზის ისევ გამომშა და აი როგორც ჩვენთან იყო მუხრან ბატონის ყმობითა ქვილი ვერ დავდგი გოდრითა, ანუ ეს რომ ბატონი ჩემზე ძალადობს და მე ვერაფერს ვერ ვახერხებ და რაღაცა, დაახლოებით აი ეს იყო ის ციტატა იმ წიგნიდან, რომელიც წეგან მინდოდა მეთქვა, როდესაც გოსპელის მომღერალი ადამიანი თავის ბატონზე არის გამწყრალი რაღაცა გათავისუფლების სურვილი კლავს და აქვს და ამსტრონგის სიმღერებით ძალიან ბევრი Down by the Riverside და Go Down to Moses ეგ ამონარიდები ზუსტად იმ ენციკლოპედიაში მაქვს ნანახი, ეგ თავისი ნოტებით და თავისი ზუსტად მოკლედ ტრანსკრიფციით. დავიმშვიდობოთ მაყურებელს. ძვირფასო მეგობრებო, შეგახსენებთ რომ უყურებთ გადაცემა Ragtimes, თქვენთვის მუშაობდნენ ირაკლი ფაღავა, ალეკო თხილაიშვილი და ვიმყოფებოდით რესტორანში ძველი ბულვარი, რომელიც მას მიიღებს ჩვენ. საუკეთესო სურვილები დაგემშვიდობებით და რაღაც გულდასაწყვეტი მომენტი არის რაღაცა ისე, რომ ბევრი სათქმელი დარჩა და ბევრი კომპოზიცია, რომელიც გვინდოდა რომ გვეჩვენებინა კიდე უხილავი და უჩვენებელი დარჩა, მაგრამ ყველასთვის ხო ერთ-ერთს ნამდვილად ისე დაგიტოვებთ, რომელიც ძალიან პოპულარულია, ძალიან ისეთი გამწობილია და ბრჭყალებში გულისხმობ აი უკვე პოპად გადაქცეული გოსპელის სტანდარტი, როგორც ალეკომ აღნიშნა, ეს არის Oh Happy Day
ამას კიდე სხვა ინტერპრეტირების სათაური აქვს, თუმცა ყველას ესე ახსოვს, იმიტომ რომ ტექსტი ყველასთვის პირდაპირ ასახმელი და სწორად ის არის მისაღები. ამიტომ დაგიტოვებთ ამ კომპოზიციას ჩვენ დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და იმედი გვაქვს ჩვენი მეგობრობა, ესე ვთქვათ, ეთერით გაგრძელდება და მრავალ საინტერესო თემას შემოგთავაზებთ. კიდე იყავით ერთგული გადაცემა რეგტაიმის. საუბრობთ სრულებით გემშვიდობები, ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს იგივე დროს, იგივე არხზე. ნახვამდის. კარგად. Oh,
Jesus came into my life and He washed all my sins away. Oh yes He did. I'm so glad about it. Oh yes I am. Oh, when I get to heaven, I'm gonna tell the truth. I'm gonna walk around in my own shoes. They tell me on the street, I'm okay. Street of pain is growing. Tell me that my head, tell me that my head, tell me that my head, never yet been told. Oh, happy day, happy day, happy day, happy day, when my Jesus was. I'm so glad that He was. One day Jesus came into my life and He washed all my sins away. Oh yes He did. That's been the greatest day of my life. It's when the Lord came into my life and He washed all my sins away.